ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ნანი ესვანჯია, რომელიც გახლავთ ზურა, რომელიც გახლავთ გური მირცხულავას დედა და ის ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებთ, ქალბატონ ნანი, მადლობა პირველ რიგში გადაცემაში ჩართვისთვის. ხომ არ გახსოვთ 78 წელი და რა პარალელია თქვენთვის დღეს? მე მახსოვს ნამდვილად, მე მახსოვს სკოლაში ვიყავი, როდესაც ეს მოძრაობა დაიწყო, მაშინ არ ვიყავი დიდი ასაკის, რა თქმა უნდა, და მახსოვს, რომ სკოლის კარები დაკეტეს, მოსწავლეებს არ გვიშვებდნენ და ფანჯრიდან, აი სკოლის ფანჯრებიდან, ეს 51 სკოლა, აი აქვე არის, ვუყურებდი, როგორ მიდიოდა სტუდენტების ნაკადი. აი ჩემი სკოლის წინ. შემდეგ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა რო ჩაიარა, რაღაც პრობლემა მოგვაკითხეს, გაგვიყვანეს, მაგრამ მე მონაწილეობა რა თქმა უნდა არ მიმიღია, იმიტომ რომ მაშინ არ ვიყავი იმ ასაკის, როდესაც რამდენად მასშტაბური იყო ეს ცვლილობა? რამდენად მასშტაბური იყო და რამდენად გიჩენთ პარალელებს დღევანდელ დღესთან? არის თუ არა პრინციპში დასაცავი იგივე იდეა სახელმწიფოებრიობის, ენა არის სახელმწიფოებრიობის დასვლის იდეა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც უკვე მეოთხე თაობა ერთი და იგივე რაღაცას იცავს. მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომელიც პერიოდულად დასაცავია, ასევე ჩვენი ქართული ენაც, რომელიც ასევე დასაცავია და როგორ გითხრათ, ჩემთვის ცოტა არ იყოს გულდასაწყვეტია, რომ აი ეს ყველაფერი მეორდება. ქალბატონ ნანი, აქ მინდა ვიკითხო თქვენ, მე ვთქვი რომ არ გილხინთ თქვენი შვილი დაპატიმრებულია, სინდისის პატიმარია რეჟიმის, თქვენ პირადად გაიღეთ ძალიან დიდი მსხვერპლი დღეს. მაგრამ თქვენ ხართ დღეს ახალგაზრდების გვერდით, რა არის თქვენი мотиваცია და რატომ გჯერათ რომ პროტესტია ერთადერთი გზა, რომ თქვენი შვილიც თავისუფალი იყოს და ეს ქვეყანაც? იცით, მე ერთ რაიმეს ვიტყოდი, მე არ ვიბრძვი აქ ჩემი შვილისთვის, მხოლოდ მე ვიბრძვი ჩემს შვილთან ერთად. ჩვენ ერთად ვიდექით, მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ ახალგაზრდების გვერდზე ყოფილიყავი და ძალიან მოხარული ვარ, როდესაც აი სტუდენტურ მოძრაობას ვხედავ, იმიტომ რომ ჩემი მთელი ბიოგრაფიის მანძილზე, რაც კი გამარჯვება მახსოვს, ძირითადი წამყვანი ძალა ყოველთვის სტუდენტები იყვნენ. თავის დროზე 9 აპრილის დროს ჩვენ ვიყავით სტუდენტები, აი ეხლა ახალი თაობაა და რა თქმა უნდა, სტუდენტური ძალა ყოველთვის გადამწყვეტია. კი ბატონო, და თქვენი მარშრუტი უნდა ვიკითხო, ანუ ბოლოს საბოლოოდ დიდი აქცია რუსთაველზე იკრიბება პარლამენტის წინ, ხო? და რა არის თქვენი სათქმელი დღევანდელი რეჟიმისთვის, თუ ვინმე გვისმენს ახლა და დარწმუნებული ვარ მათ უშიფრავენ მაინც განსაკუთრებით სინდისის პატიმრების მშობლების განცხადებებს, თქვენ ძალა ხართ, დიდი ძალა, რომელსაც უკან დასახევი გზა არ გაქვს. რა გითხრათ, იცით? ისმენთ. იცით, როგორ გითხრათ, მე ვთვლი, რომ ჩემი შვილი იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო. რა თქმა უნდა, მე ამას გმირობად არ მივიცნევ. ეს არის ვალი, ელემენტალური მოვალეობა, რაც სახელმწიფოს წინაშე უნდა გაიღოს მან და ვალდებული იყო, რომ ეს გაიკეთებინა, რა თქმა უნდა. და ჩემი ერთადერთი მოთხოვნა ეს არის, როგორ გითხრათ, მე წინააღმდეგი ვარ ყველაფერი პრორუსულის, რა თქმა უნდა. არა რუსულ პროპაგანდას, არა რუსეთს, რა თქმა უნდა, და ვინაიდან დღევანდელი ხელისუფლება არის პრორუსული ორიენტაციის, მე ჩემი მთავარი მოთხოვნა ეს ხელისუფლების გადადგომაა და არაფერი სხვა. კი ბატონო, დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ ხართ ასეთი გამბედავე, იმისთვის რომ აღზარდეთ ასეთი შვილი, იმისთვის რომ აგრძელებთ მისი ბრძოლის გზას.